გამარჯობა. მე ადამიანის ნერვული სისტემა ვარ და ორი ნაწილისგან შევდგები. ცენტრალური ნერვული სისტემა და პერიფერიული ნერვული სისტემა. ცენტრალური ნერვული სისტემა შედგება თავისა და ზურგის ტვინისაგან. CNS არის ადგილი, სადაც გაანალიზდება შესული ინფორმაცია და მიიღება გადაწყვეტილება თუ რა მოქმედება უნდა შესრულდეს. CNS-ს ქმნის ნერვები და ნერვული კვანძები და იგი უზრუნველყოფს სხეულში ინფორმაციის ტრანსპორტირებას. ნერვულ სისტემას ქმნის ნეირონები და ნერვული უჯრედები. ნეირონები შედგება დენდრიტებისაგან და აქსონებისაგან. ნეირონს აქსონი მხოლოდ ერთი აქვს, დენდრიტები კი მრავალი. დენდრიტი მოდის სიტყვა დენდროსგან, რაც ნიშნავს ხეს. დენდრიტების მეშვეობით ნერვული იმპულსები და ინფორმაცია გადაეცემა ნეირონის სხეულს. აქსონებს ინფორმაცია ნეირონიდან გარეთ გამოაქვთ. მიელინიან ბოჭკოებში ნერვული იმპულსები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე უმიელინო ბოჭკოებში. არსებობს სამი სახის ნეირონი. ჩართული ნეირონი, რომელიც მგრძნობიარე ნეირონიდან გადასცემს მამოძრავებელ ნეირონს იმპულსებს. მგრძნობიარე ნეირონები ინფორმაციას გადასცემენ პერიფერიიდან ორგანოებს. და მამოძრავებელი ნეირონი CNS-დან პერიფერიისკენ რომელიმე ორგანოს, ჩონჩხის კუნთებსა და შინაგან ორგანოებს ამოძრავებს. თავდაპირველად გაღიზიანებას შეიგრძნობს რეცეპტორი, შემდეგ ამას გადასცემს გრძნობიარე ნეირონს, შემდეგ ჩართულ ნეირონს, მამოძრავებელ ნეირონს და საბოლოოდ ეფექტორს, რომელიც ასრულებს მოქმედებას. ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების ბირთვები ახორციელებს თავის რთულ და ნაირფეროვან მოქმედებებს. თავის ტვინი შედგება დიდი ნახევარსფეროსგან, ნათხემისგან, ზურგის ტვინისგან, ხიდი და მოგრძო ტვინისგან, შუა ტვინისგან, ჰიპოთალამუსისა და თალამუსისგან. შუამდებარე ტვინის ფუნქცია სენსორული ინფორმაციის განაწილებაა. ჰიპოთალამუსის სხვადასხვა შინაგანი ორგანოს მოქმედების შეთანხმებაა ერთმანეთთან. შუა ტვინის ფუნქცია ბირთვის ჩონჩხის კუნთებისაკენ განუწყვეტლივ გზავნიან ნერვულ იმპულსებს. ხიდი და მოგრძო ტვინი ასრულებს გამტარ და რეფლექსურ ფუნქციებს. ნათხემი არეგულირებს მოძრაობით აქტებს, შეთანხმებულ მოძრაობასა და სხეულის წონასწორობას. დიდი ნახევარსფეროები კი CNS-ის უმაღლესი და ყველაზე განვითარებული განყოფილებაა. როგორც უკვე ვთქვით, თავის ტვინი იყოფა დიდ ჰემისფეროებად, მარჯვენა და მარცხენა. ისინი ასევე იყოფა წილებად. აქ გამოყოფენ 4 წილს: შუბლის წილი, კეფის წილი, თხემის წილი და საფეთქლის წილი. შუბლის წილის ფუნქცია ზეპირი და წერითი მეტყველებაა, ასევე აზროვნება, მსჯელობა, ემოციების მართვა, ნებელობითი მოძრაობა და ასე შემდეგ. თხემის წილის ფუნქცია სომატოსენსორული ინფორმაციის მიღება შეხებაზე, ტკივილზე, წვაზე, ტემპერატურაზე და ასე შემდეგ. საფეთქლის წილის ფუნქცია არის სმენითი ინფორმაციის დამუშავება. მასთან დაკავშირებული არის ზეპირი მეტყველებაც. კეფის წილი და მისი ფუნქცია ასეთია. კეფის წილში მუშავდება მხედველობითი ინფორმაცია. უპირობო რეფლექსები არის მემკვიდრეობითი და იგი ადამიანთან რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. იგი პასუხს აგებს შინაგან და გარიგან შეხებასა და რეაქციებზე. სიცოცხლის განმავლობაში შეძენილ რეფლექსებს ეწოდება პირობითი რეფლექსები, რომლებიც დაფუძნებულია ასევე თანდაყოლილ რეფლექსებზე. ისინი ექვემდებარება გარეგან გამღიზიანებებს, წვა, დარტყმა და ასე შემდეგ. ფსიქოაქტიური ნივთიერება ნებისმიერი ხელოვნური ან ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. იგი ფსიქიკურ მდგომარეობას ცვლის, ხანდახან ცნობიერების სრულიად დაკარგვამდე. ამ ცვლილებებმა შეიძლება მიიღოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ხასიათი.